აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოვალეობას თენგიზ ცინცქილაძე შეასრულებს. თანამდებობაზე ის ოფიციალურად 15 ივნისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით დაინიშნა. ცინცქილაძე 2006 წლიდან მთავრობის აპარატში და ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა. 2011 წელს კი არქივის მმართველად დაინიშნა. მოგვიანებით კი გურამ სალაძის მოადგილედ გადაიყვანეს. მთავრობის იურისტი დავით გაბაიძე განმარტავს, რომ თენგიზ ცინცქილაძე თანამდებობას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეინარჩუნებს და გურამ სალაძეს სტატუსი დროებით აქვს შეჩერებული. შეგახსენებთ, სალაძე 7 მაისს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. მისი ადვოკატის ცნობით წინა სასამართლოს სხდომა 25 ივნისს გაიმართება. იმის გათვალისწინებით, რომ საარქივო სამმართველოს უფროსი ბატონი გურამ სალაძე ცნობილი მიზეზების გამო ვერ ასრულებს თავის უფლებამოსილებებს, შესაბამისად მას შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ამასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებათ მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენების შესახებ და შესაბამისად საარქივო სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულება დაეკისრა საარქივო სამმართველოს უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს ბატონ თენგიზ ცინცქილაძეს.